მოგესალმებით. ეს მილენიალია, მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ გერმანელ ფილოსოფოსზე, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მოაზროვნეზე, ოსვალდ შპენგლერზე. 1918 წელს გამოიცა ოსვალდ შპენგლერის წიგნი, ევროპის დაისი. თავად ოსვალდ შპენგლერს ეგონა, რომ მისი ნაშრომი დაეხმარებოდა ევროპას შეენარჩუნებულიყო მშვიდობა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დადგა, მაგრამ მეორე მხრივ მისი ნაშრომი ძალიან პესიმისტური აღმოჩნდა. სხვადასხვა როდესაც ნაციონალ-სოციალისტებმა შეთავაზეს შპენგლერის თანამშრომლობა, შპენგლერმა უარი თქვა და ამიტომ გარკვეულ სოციალურ იზოლაციაში მოექცა. ამის მიუხედავად, ლიბერალები მას ხშირად ფაშიზმის იდეოლოგადაც მოიხსენიებენ. შპენგლერი წერდა: ნამდვილ ცნობის მოყარე ადამიანისთვის არ არსებობს აბსოლუტურად სწორი და არასწორი ხედვა. შპენგლერი მიეკუთვნებოდა ცხოვრების ფილოსოფიის წარმომადგენლებს, რომელთა მიმართულებაც მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა გერმანიაში. ამ მიმართულებას მიეკუთვნებოდა ფრიდრიხ ნიცშე და ანრი ბერგსონი. ცხოვრების ფილოსოფია წარმოიქმნა როგორც პასუხი განმანათლებლობის ეპოქის რაციონალიზმზე. ის აღიარებს ისტორიის მთავარ მამოძრავებელ ძალად არა ადამიანის გონებას, არამედ თავად ცხოვრებას, დინამიურად განვითარებულ რეალობას. ნიცშეს მიაჩნდა ცხოვრების მთავარ ძალად ძალაუფლების ნება, ხოლო ბერგსონი კი ამას უწოდებდა ცხოვრებისეულ გარღვევებს. მათი მიხედვით არ არსებობს არანაირი ერთიანი კაცობრიობის ისტორია, საერთო კაცობრიობის პროცესი და მორალი. ყველაფერი შედარებითია. შპენგლერი უარყოფს კაცობრიობის საერთო ისტორიულ გაგებას. ევროპულ ფასეულობათა სისტემაში ისტორია აღქმულია ხაზად, სადაც არის ძველი ისტორია, შუა საუკუნეები, ახალი ისტორია. მაგრამ ესეთი ხედვით ევროპის ისტორია ყველაფრის საზომი ხდება, რისგანაც გამომდინარეობს ევროცენტრიზმიც. რა ვუყოთ ჩინეთს, სადაც საერთოდ არ იყო შუა საუკუნეების გაგება. სწორედ ამიტომ შპენგლერი იწყებს ისტორიის ახლებულ განხილვას, როგორც დამოუკიდებელ და განსხვავებულ კულტურების ისტორიას. შპენგლერს კულტურა წარმოუდგენია როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. რუს ისტორიკოს დანილევსკისთან ერთად შპენგლერი ხდება ისტორიის ახლებული გაგების, ლოკალური ცივილიზაციური თეორიის შემოქმედი. შპენგლერი ამბობდა, რომ ევროპული კულტურა არ არის უნიკალური. ის არის მხოლოდ ერთი სხვა მრავალ კულტურებს შორის. ამიტომ მას არ გააჩნია არანაირი ინტელექტუალური უპირატესობა სხვა კულტურებთან მიმართებაში. ყველა კულტურა თანასწორია და თან უნიკალური. რა არის კულტურა? შპენგლერს ესმოდა, რომ კულტურა იყო ფენომენი, რომელიც შეუძლებელია რაციონალურად განსაზღვრო. ამიტომ კულტურის ზუსტ განსაზღვრებას შპენგლერთან ვერ ვიპოვით. ის კულტურას აღწერს მეტაფორებითა და გარკვეულ სახეხატებით. ევროპის დაიში ის საუბრობს 8 დიდი კულტურის შესახებ: ეგვიპტურ, ბაბილონურ, ანტიკურ, არაბულ, ინდურ, ჩინურ, დასავლურ ევროპულ და მექსიკურ კულტურების შესახებ. მისი აზრით იყო კიდევ ერთი, რუსულ-ციმბირული კულტურა, მაგრამ შპენგლერი საუბრობს, რომ ის ხოლმე ეხლა ისახება. შპენგლერის მიხედვით ყველა კულტურას თავის სული აქვს. ანტიკურ კულტურას აპოლონური სული ჰქონდა. აპოლონი, რომელიც ხელოვნების მფარველი იყო, სილამაზისა და ჰარმონიის ღმერთი, რომლისთვისაც ყველაფრის წესრიგში მოყვანა, ზომიერება და პროპორციულობაა დამახასიათებელი. ის ორიენტირებული იყო სხეულსა და შედეგიანობაზე. ანტიკურობაში მარადიულობაზე წარმოდგენა არ იყო. სწორედ ამიტომ გაჩნდა ანტიკურობაში წარმოდგენა, რომ ნულზე გამრავლება არ შეიძლება, რადგან წარმოიქმნებოდა ციფრი, რომელიც უსასრულობისკენ არის მიმართული. ანტიკური კულტურის საწინააღმდეგო ვერსია არის არაბული კულტურა. მისი მაგიური სული ორიენტირებულია შინაგან სამყაროზე და ამიტომ შპენგლერი მისთვის იგონებს გამოქვაბული სიმბოლოს. გამოქვაბული არის დახურული სივრცე, რომლიდანაც გასასვლელს მიყვართ მისტიკურ სამყარომდე. შპენგლერისთვის არაბული კულტურა ბევრ რამეს შეიცავდა, მათ შორის ადრეულ ქრისტიანობასაც, შუა აზიასაც და არაბულ ტომების მისტიურ პრაქტიკებსაც. არაბულ კულტურას დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ავიწროვეს დასავლურ ევროპული კულტურა. დასავლურ კულტურას უკვე აქვს წარმოდგენა მარადიულობაზე, ამიტომ დასავლურ კულტურაში სული ყველგან ვიწროდაა. ამიტომ მისი სურვილია ყველა მიმართულებით გაფართოვდეს. ევროპელი ადამიანი არასდროს არ არის ბოლომდე კმაყოფილი. მისი სული ფაუსტურია. ამ სულის გამოვლინება შპენგლერისთვის არის გოთიკური არქიტექტურა, რომელიც ზეცისკენ არის მიპყრობილი. შპენგლერი საუბრობდა, რომ ყველა კულტურის სულის საფუძველია ლანდშაფტი. კულტურა ჩნდება განსაკუთრებულ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც განსაზღვრავს ამ კულტურის შინაარსს. ლანდშაფტი განსაზღვრავს სამყაროს აღქმასაც ცალკეულ ადამიანებისთვის. მთიელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ბარში მცხოვრებისგან, ხოლო ბედუინი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ადამიანებისგან. შპენგლერისთვის ეგვიპტური კულტურა იყო გზების კულტურა. გაიხსენეთ, როგორია ძველი ეგვიპტური ნახატები. თითოეულ ყველა სადღაც მიდის. კულტურები არ არსებობს იზოლირებულად და ერთმანეთზე ზემოქმედებენ. ზოგჯერ ძველი კულტურა იწყებს საკუთარ პრინციპების თავზე მოხვევას უფრო ახალგაზრდა კულტურისთვის. ამ პროცესში იწყება ფსევდომორფიზმი. პროცესი, როდესაც არასიოცხლის უნარიანი ქიმერა იქმნება,
რომელიც სხვადასხვა კულტურების ელემენტებს შეიცავს. ესეთ ფსევდომორფიზულ კულტურად შპენგლერს მიაჩნია პეტრეს დროინდელი რუსეთი. ამ დროს დასავლურმა კულტურამ აქტიურად დაიწყო ზემოქმედება რუსულ კულტურაზე და არ მისცა იმის საშუალება, რომ საკუთარი უნიკალურობა გამოევლინა. სხვადასხვა კულტურაზე დაკვირვების დროს შპენგლერმა შენიშნა, რომ ყოველი მათგანი ცხოვრების დაახლოებით 1000 წლიან ციკლს გადის და ამ პერიოდში ის გადის ერთ და იგივე გზას: დაბადებას, გაზრდას, დაბერებას და სიკვდილს. შპენგლერი ანსხვავებს კულტურასა და ცივილიზაციის ცნებას. კულტურას ის უწოდებს ცოცხალს, ხოლო ცივილიზაციას მკვდარს. სანამ კულტურა ცოცხალია, ის ქმნის სხვადასხვა იდეებს, ნაწარმოებებს, არქიტექტურულ, კულტურულ პროდუქტებს და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაც ეტაპზე იწყება კრიზისი. კულტურა როცა გამოფიტავს შინაგან შემოქმედებით რესურსს, ის სიკვდილს იწყებს და მის სხეულზე ცივილიზაცია ყალიბდება. მაღალი ანტიკურობიდან ჩვენ ვიღებთ გვიან რომს, მისი პურითა და სანახაობით. ცივილიზაცია ორიენტირდება პრაქტიკულ შედეგებსა და კომფორტზე და ამ დროს კულტურა კარგავს თავის სულს. ადამიანი წყდება თავის ლანდშაფტს, ხოლო ადამიანები ხდებიან მასები. მართალია ცივილიზაცია ემსახურება ადამიანებს, ტექნიკის მეშვეობით ხდის რა მათ ცხოვრებას კომფორტულს, მაგრამ სწორედ ეს არის კულტურის სიკვდილის მთავარი ნიშანი. თავისუფალი შემოქმედი ხდებიან ხელოსნები, რომლებიც უკვე არა თავისუფალ სულს, არამედ დაკვეთასა და სარგებას ეძებენ. ევროპის დაეში შპენგლერი ამბობს, რომ ევროპული კულტურა იწყებს მკვდომას და ის ცივილიზაციად იქცევა. ევროპულმა რაციონალიზმმა გამოიწვია სულიერი ფასეულობების დეგრადაცია. ტექნიკა მაჯობა სულს და შესაბამისად დასასრული ახლოსაა. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ყველა კულტურას ემართება. შპენგლერს მიაჩნდა, რომ თუკი ანტიკურობა გარე ბარბაროსებმა გაანადგურეს, დასავლურ ცივილიზაციას შიდა ბარბაროსები გაანადგურებენ. მოკლედ გაიცანით კლასიკას. შპენგლერი არის კონსერვატიზმის ბაზა, ამიტომ აუცილებელია მისი შესწავლა.